საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გარკვეულწილად დააპანიკა ხელისუფლება. მაგალითად კი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებს ასახელებენ. რამ განაპირობა ეს ცვლილებები და იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას? ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. მე ვთვლი, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ არა ვართ უკვე მრავალწლიანი ლიბერალური დემოკრატია ჩამოყალიბებული, ეს არის დემოკრატია და ეს არის თავისუფალი ქვეყანა, ამ გზით სვლა გრძელდება და ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველანაირი ხალხი არსებობს, მრავალნაირი, მათ შორის ისეთიც, რომელიც სამწუხაროდ ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებს ჩემი აზრით და საქართველოს ცხოვრებთა მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით აყენებს ეჭვის ქვეშ ან აჭვენებს ქვეშ, ესეთ ნაწილია თავისუფლების, შეიძლება ითქვას, ფასია თავისუფლების, ჩვენ ასეთი ფიგურები ყოლია სხვა დროს, სხვა ფორმით და თავისუფლებისაც აქვს ეს ფასი, რომ ესეთ ხალხი არსებობს და ეს მათი ბუნებრივი უფლებაა, მაგრამ ამავდროულად აქვს ის ძალაც, რომ თავისუფლების საზოგადოება ამ ყველაფერს თუ კი ეს არჩევანი ქვეყანას ერს ამინდა რომ პათეტიურად ჟღერდეს, მაგრამ გაკეთებული აქ ეს არჩევანი საქართველოსაა გაკეთებული ამ სიტყვის კაი გაგებით ხარშავს და მიდის წინ. ეს მოხდა არაერთხელ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება ეხლაც მე არ გულისხმობ ამ რომელიმე პერსონასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად გამოწვევებთან დაკავშირებით. ჩემი შეხედულებები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ამ პერსონას, საყოველთაოდ ცნობილია, საჯაროდაც ცნობილი არის. იმ რამოდენიმე ფუნდამენტურ საკითხში რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქვეყნის იდენტობას საერთოდ ფუნდამენტურს და სპეკულაციებს ამ თემებით აქ ჩემი პოზიცია უღარსად კრიტიკულია, მაგრამ ესეც ნაწილი არის ამ თავისუფლების. რაც შეეხება კანონმდებლობას და რეგულაციებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს არის ნაწილი იმისი, რაც ხდება ყველა ჩამოყალიბებული ლიბერალურ დემოკრატიაში. რეგულირება იმისი, რომ დიდ ფინანსებს არ ჰქონდეს დისპროპორციულად დიდი გავლენა დემოკრატიულ პროცესზე და გაყალბების მიღების პროცესზე. ერთის მხრივ და მეორე მხრივ იყოს ეფექტური, მაქსიმალურად ეფექტური ფილტრები ქვეყნის გარედან ფინანსური ნაკადების მეშვეობით ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ პროცესზე გავლენის მოხდენის. ეს არის სუვერენული უფლება მეორე, ხოლო პირველი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური ამოცანა. ეს არ ნიშნავს, რომ შეძლებული ადამიანები, ან ისინი, ვისაც დიდი კაპიტალი აქვს, ან რამით უფრო საერთაშორისო არიან, ან ცუდები პირიქით. ეკონომიკური წარმატება გულისხმობს ბევრ შეძლებულ ადამიანს, მაგრამ სწორედ ამიტომ უსვენ მე ხას იმას, რომ პროპორცია ამ გავლენისა უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული, ეს ყველგან ასე ხდება. წარმატებულ ადამიანებს შეიძლება მაინც ქონდეთ მეტი გავლენა სხვა თვალსაზრისით წარმატებულები არიან სხვებთან შედარებით, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მონოპოლიზაციის ან პოლიტიკური კორუფციის შეუზღუდავი რაღაც მოედანი ეს ქვეყანა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სუვერენული უფლება მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყანას აქვს ქვეყნის გარედან ფინანსების მეშვეობით შიდა გაწყობების მიღების პროცესზე გავლენისგან თავის დაცვისა. ეს კანონი არის, მე დეტალებში ვერ შევიდე, სწორედ ევროპული და ჩამოყალიბებული ლიბერალური დემოკრატიების გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს დაემთხვა იმას, რომ კონკრეტული პერსონა გამოჩნდა, ეს ასეც არის ხოლმე ხშირად კი, კონკრეტული პოლიტიკური განვითარებები ახდენს დემონსტრირებას აშკარა ხრელების ან ამ რაღაცა კანონმდებლობაში არსებული ხრელების ბოროტად გამოყენების ცდილობის. ამ შემთხვევაში ჩვენ გქონა ძალიან გამჭვირვალე დეკლარაციასთან საქმე. აქ ვინმეს შეთქმულების თეორიაზე კი არ საუბარი. ლაპარაკია იმაზე, რაც ითქვა, რაც გაკეთდა და ისი განზრახულობაც ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა. მაგრამ ეს საიდუმლო არავის არ მოუხდენია იმ ამოცანებისგან, რაც იქნა, რომ ვიღაც აქვს დიდი ფული, აქვს პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს, მე ვთვლი, საქართველოს ფუნდამენტურ არჩევანთან მიმართებაში, საით უნდა იეროს, როგორი მიმართება უნდა ჰქონდეს ჩრდილოეთ მეზობელთან, საკუთარ სუვერენიტეტთან და ამ ფულის მეშვეობით მოხდა განცხადების გაკეთება, რომ მოხდება პრივატიზება ან ტერმინი რო ვიხმარო, hostile takeovers უძახიან ფინანსურ სფეროში ქვეყნის თლიანად. ბუნებრივია ეს ვერ მოხდება. ყველას ექნება და უნდა ქონდეს ეს არ არის ხელისუფლების გაწყვეტილება, ეს არის ბუნებითი უფლება, მონაწილეობის შესრულება კონკურენციაში და ქართული საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების ლეგიტიმური მცდელობა, ლეგიტიმური კანონმდებლობის თვალსაზრისით.
ეს ნორმალური ამბავია, მაგრამ თუ ვინმე ცდილობს, რომ რა ცხოველები რაც არსებობს სისტემაში, ლეგიტიმურ რეგულაციებთან მიმართებაში რომ გამოიყენოს, ხა ის რომ საკანონმდებლო ორგანო ამ თვალსაზრისით მოახდენს რეაგირებას, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. მით უმეტეს, რომ ეს პროცესი სხვადასხვა ტემპით აქამდე მიდიოდა დახვეწა ამ რეგულაციების. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით. არა ამ რეკომენდაციების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს რეკომენდაციები გეხმარება და კორექტირებას ახდენს შენი კურსის, თუ ამოცანა არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომ სისტემა იყოს დაცული ბოროტად გამოყენებისგან დიდი კაპიტალის მიერ და ამ პროცესში კიდე ერთი ნაბიჯი გადაიდგა და ამ ნაბიჯთან მიმართებაში ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რაც ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ გამოჩნდა ეს ადამიანი, ვინც თქვა, რომ აქ არის რაღაც ცხრილები და მე ამ ცხრილების გამოყენებით სწორედ ამ რეგულაციების გვერდს აუვული. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს და არ შეიძლება გულისხმობდეს პოლიციის რაიმე სახით შეზღუდვას, თუ ვინმე სურს, რომ ქართული ხალხი დაარწმუნოს საკუთარი კურსის ისტორიაში. თუმცა აქვე თავისუფლებას მიცემს, რომ პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, ეს არის ილუზია, რომელიც არაერთხელ იქნა გაფანტული და ეხლაც გაიფანტება, რომ ამ მეთოდებით შესაძლებელი იქნება, ასე ვთქვათ, ქვეყნის დიდი ხნის არჩევანის წყალში გადაყრა, იმ არჩევანის, რომელსაც მრავალი თაობის ბრძოლა და სიცოცხლე შეეწირა და რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენი ხალხისთვის, თუმცა შეიძლება გარკვეული ზიანი იმ ფუნდამენტურ კონსენსუსს, რომელიც ამ ბოლო წლებში ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის იყო, ბევრ საკითხზე, მაინც მიაყენოს, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი აღმოჩნდა სუსტი და ამ ცდუნებას ვერ გაუძლო. ნატო